დაპირეთერში შემოგვიერთება ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა და მასთან ერთად ვისაუბრებთ იმ პროცესებზე, რომელიც ქვეყანაში ვითარდებოდა და ვითარდება. ქალბატონ ნანა, პირველ რიგში მადლობა, დიდი ხანია ჩვენი სტუმარი არ ყოფილხართ. მინდა შევეხოთ საკითხს, რომელიც თითოეული ქართველისთვის არის უმნიშვნელოვანესი და დღეს, როცა საქართველო იდგა ერთად გაერთიანებული და ყველამ ერთმანეთი დაინახა, ეს არის პატრიარქის დაკრძალვის დღე. თქვენ როგორ აფასებთ ამ დღეს ქართული ხალხის ერთიანობას, როგორ გაანალიზებთ? დიდი მადლობა, რომ ამის სათქმელად მომიწვიეთ და ამ კითხვას მისვამთ. უწმიდესის გარდაცვალება ეს იყო ძიმე ზარი ყოველი ჩვენგანისათვის და პირველი შეგრძნება რაც იყო, ეს იყო ყოვლის მომცველი საფრთხის შეგრძნება, რადგან ჩვენ როცა პატრიარქს უშუალოდ კონტაქტობდით და არ მეგულება მე თბილისში ადამიანი და საქართველოშიც კი, რომელსაც არ ქონია მასთან შეხება. ძალიან ბევრი ადამიანი ურთიერთობდა უწმინდესთან და ჩვენ მასთან როცა ურთიერთობდით, ქონდა ის განცდა, რომ ღმერთი ახლოს იყო ჩვენთან, ღმერთი იყო ჩვენთან და ეს არ არის, იცით, უბრალო სიტყვები, ეს ასეც იყო. ასეც იყო, იმიტომ რომ თავისი ცხოვრების წესით, წმინდად ქრისტიანული ცხოვრების წესით ქრისტესთან შემხებლობა იყო. მე ერთხელ პირადად ვუთხარი მასთან საუბრის დროს, რომ მე არ ვიცი რამდენად მოწმუნე ვარ თქო, რადგან ქრისტე ჩემთვის ცხოვრების პრაქტიკაა თქო. და როგორც ჩვეოდა ესე პაუზის შემდეგ, აკი თავად ვეთქვა, რომ გზა ვარო. ხო, ეს ასია და მეტი არაფერი. დიახ, ჩვენ შემხებლობა ქონდა ქრისტესთან, პირდაპირ შემხებლობა პატრიარქის სახით. მისი ცხოვრებაც ასეთი იყო, მისი პირადი ცხოვრებაც. და ადამიანები, რომლებიც იმ დღეებში, გარდაცვალების პერიოდში, იმ დღეებში, ამ ყოვლის მომცველმა შიშმა მოიცვა უცებ და ეს გაგრძელდა, დიდხანს გაგრძელდა, საკმაო ხანს გაგრძელდა და ეს გაგრძელდება, სულ იქნება ეს ჩვენთან, ჩვენში. ადამიანები, რომლებიც მოდიოდნენ სხვა ნაკადად, ერთმა ახალგაზრდა, სრულიად ახალგაზრდა ქალბატონმა ინტერვიუს იღებდნენ, მასთან რაღაცას ლაპარაკობდნენ და ასეთი რამ თქვა, ამ დღეებშიო თბილისში ორი მდინარე მოედინებაო, ერთი მტკვარი და ერთი ხალხის მდინარეო. ყველაფერი ამითი ნათქვა. თანაც ეს პროცესი, რაც ხდებოდა ამ დღეებში და რაც ხდება ეხლაც და რაც იქნება ყოველთვის, ეს არ არის რაციონალური, ეს ირაციონალურია. ეს არ არის ცნობიერი, ეს არის ქვეცნობიერი, ეს შინაგანი ხმა ყოველი ჩვენგანის. ეს შინაგანი ხმა არის კოლექტიური არაცნობიერი. ეს ჩვენი არაცნობიერი ფსიქიკური, ეს ჩვენი შინაგანი არის. ეს არის ის, რომ ჩვენ
რაღაცა მოხდა ისეთი, რომ აი ეხლა ერთნი ვართ ყველანი და ეს არის იცით აი დიურქჰაიმი არის ასეთი ფრანგი დიდი სოციოლოგი, დიდი მეცნიერი და მას აქვს ასეთი ცნება საზიარო ნორმების ცნება. საზიარო ნორმები ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს აქვს რაღაც ერთი საერთო, თლიანი და ის ლაპარაკობს, რომ იქ სადაც საზიარო ნორმებს საფრთხე შეექმნებათო, იქ სუიციდი მატულობსო და ეს ასეცაა. და ჩვენში ეს სიცოცხლის იმპულსი, ამოდენა სიცოცხლის იმპულსი, მარადიულად რომ სულ არის ქართულ სიტყვაში. სულ არის ეს. დაუკვირდით ქართულ სიმღერას, ცეკვას, დაუკვირდით ქართულ წესჩვეულებებს, რომელიც ოდითგანვე ყოფილა. ყველგან სიცოცხლე იგრძნობა. სიცოცხლის იმპულსი არის ეს. კოლექტიური არაცნობიერი მაშინ იჩენს თავს და მაშინ ამოხეთქავს მისი სასიცოცხლო მუხტი, როდესაც აი ყოფნა არ ყოფნის საფრთხე შეექმნება. და ეს მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელია მაშინ, როდესაც აი უსარმაზარი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. დღეს არა მარტო საქართველო, არამედ კაცობრიობა საფრთხის წინაშე. დიახ, ქალბატონო ნანა. დავკარგეთ, დიახ. მე რა თქმა უნდა გეთანხმებით, რომ საოცარი სულისკვეთება იყო იმ დღეებში და ახლაც გრძელდება ეს ჩვენ საზოგადოებაში, მაგრამ ასევე ვიხილეთ ძალიან სამწუხარო მოვლენა, აი საერთო სულისკვეთებიდან სრულიად ამოვარდნილი ჯგუფი, რომელიც გლოვის დღეებშიც კი არ მოერიდა პირადად პატრიარქის ეკლესიის დისკრედიტაციას, ახლა მოსაყდრეზე მიდის მთელი თავდასხმა და გრძელდება ეს კამპანია. რას უკავშირებთ თქვენ ამ ყველაფერს? ეს მრავალწლიანი კამპანია და ახლა განსაკუთრებით გააქტიურებულია. ეს იცით ყოველთვის იყო, არის და იქნება. მაგრამ არის ის ჭეშმარიტება, ის გზა, რომელსაც ადამიანები საფრთხეს როცა იგრძნობენ, ერთიან საფრთხეს და აქ ერთიათნდებიან, მაშინ ეს ძალა არაფერს არ წარმოადგენს და ეს ჩემთვის პირადად ხო ყოველთვის მქონდა განცდა იმისა და ეხლაც ესაბაგ და ყოველთვის მექნება, რომ ჩვენ პატრიარქის სახით ღმერთთან ქონდა შეხება პირდაპირ. და რაც მთავარია, მე შეგახსენებთ თქვენს ამ დასმულ კითხვასთან დაკავშირებით გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება და მე შევადაროთ ჩვენი უწმინდესის ცხოვრებას და ვნახავთ, როგორ აი ზუსტი პარალელი არის. გრიგოლ ხანძთელი როცა ხანძთაში წავიდა სამოღვაწეოდ და მან უსარმაზარი ტვირთი აიღო თავის თავზე და წარმატებით გადიოდა ამ გზას. დიდი შრომით, დიდი რუდუნებით, დიდი მოხერხებულობით პირდაპირ შეიძლება ეს ითქვას. და რა თქმა უნდა, რომ მას მოშურნეები გაუჩნდნენ. და გაუჩნდნენ ეს მოშურნეები საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, პირადი სარგებლობიდან გამომდინარე. და ერთ-ერთი ასეთი იყო და ყველაზე მთავარი ცქირი. ეს ხდება მერვე საუკუნის და მეორე ნახევრიდან მეცხრე საუკუნის აი მეორე ნახევრამდე ამ პერიოდს მოიცავს 100 წელი იცოცხლა გრიგოლ ხანძთელმა. და ეს იყო ვინმე დიახ ცქირი. ცქირი იქ ძალიან პოპულარული იყო, ანჩის ტაძარს უნდა დაუფლებოდა და მისი ავტორიტეტი და მისი ძლევამოსილება ამითი მას დაეკმაყოფილებია.
და ვინ უწყობდა ხელს და ვინ ეხმარებოდა? თბილისში არაბები ბატონობდა საქართველოს, აღმოსავლეთ საქართველოს ძალიან მძიმე, თბილისი განსაკუთრებით მძიმე დღეში იყო. და აი ის ამირას ხელშეწყობით, მისი დახმარებით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა იცით ცქირი და ცქირმა საერო ადამიანებს, საეროდან შეარჩია კაცი, რომელსაც ერთი კოდი ფეტვი და ერთი თხა უნდა მიეღო გასამრჯელო თუ გრიგოლ ხანძთელს მოკლავდა. აი ეს ისტორია, და იმითი გავს ჩვენი დღევანდელი დღის და არა მარტო დღევანდელი დღის. საქართველოს ისტორია ამით სავსეა. სავსეა სულ, მაგრამ აი ის ძალა, რომელიც ღმერთის ძალა და ქრისტეს ძალა, იმას ხომ ვერაფერი ვერ ცვლებს ამ სამყაროში. კი ბატონო, მნიშვნელოვანი პარალელი გავავლეთ, იმიტომ რომ ამ დღეებში, სწორედ როდესაც ილია მეორეს სხვა წელზე საუბრობდით, მათ შორის იმედი სტუდიაში, არაერთხელ გაივლო ეს პარალელი გრიგოლ ხანძთელთან, რა ტიპის ეკლესია ჩაიბარა ნახევარი საუკუნის წინ პატრიარქმა და დღეს რა გვაქვს? აი თქვენ ამ როლს როგორ აფასებთ? ამ როლს ვაფასებ ისევ, იცით, ღმერთის რწმენით, ქრისტეს რწმენით, იმ სიყვარულით, რომელიც ქრისტე თავად ამბობს, რომ მე ვარ სიყვარული, მე ვარ ჭეშმარიტება, მე ვარ გზა. და ეს ქონდა, იცით, ჩვენ პატრიარქს და ყოველ ადამიანს ჩვენში ირაციონალურ დონეზე ხაზგასმით ვლაპარაკო. ჩვენს ფსიქიკურში ეს არის, ქართულ სულიერობაში ეს არის. რამ გადაარჩინა საქართველო? რამ გადაარჩინა და იმან, რომ თვით საბჭოთა პერიოდში, როდესაც იყო გადაღებული ფილმი რაიკომის მდივანი, თემურ ჩხეიძე ხო გახსოვთ ყველას? და აი ამ ფილმში რაიკომის მდივანი რო ერქვა, აი იქ იყო ჰერიო ბიჭებო სიმღერა. აი იმ ხმამ გადაგვარჩინა. რაიკომის მდივან ფილმში ჰერიო ბიჭებო ისმოდა. აი ამან გადაგვარჩინა ჩვენ. ეს ჰერიო ბიჭებო არის ის საქართველოს ქართული ხმა არის. ქართული ხმა, ეს ხმა ყოველთვის იქნება ბატონო გიორგი. ეს ყოველთვის იქნება ჩვენში. ჩვენ ყველა ერთი ვიქნებით. ყველა. ცქირი ბევრია. ერთი ფეტვი, ერთი კოდი ფეტვისა და ერთი თხის მსურველნის ბევრნი არიან. მაგრამ ის რაც არის იმ ძალაში, რომელიც ძალაც არის ქრისტეს ძალა, ის ხომ ვერავინ და ვერაფერი ვერა ამონცირკვა მით უმეტეს ქართულ ყოფიერებაში. დღეს კაცობრიობას უჭერს, ძალიან უჭერს, ძალიან უჭერს. აი თქვენ შეგახსენებთ მე კუბრიკის ფილმს ფართოდ დახუჭული თვალებით. ეს რა ფილმია, რაზეა ლაპარაკი? იცით ქრისტე როგორ ლაპარაკობს ამასთან დაკავშირებით, აი რაც ამ ფილმში არის, რომ ვერ შეძლებთ, განა ქრისტე ლაპარაკობს აქ, რომ არ გააკეთოთ. ვერ შეძლებთ ღმერთსაც მონებდეთ და მამონასაც. მამონა არამეულ ენაზე, ქრისტეს მშობლიურ ენაზე ოქროს ძალას ნიშნავს. და გავთხილ ადამიანი, ვერ შეძლებთ.
არ არის ადვილი ეს. ეპოქა მოვიდა თვითონ თავისი ენით, რომ გაგიჭირდებაო, ძნელიაო და უჭირთ ამ ადამიანებს. უჭირთ ძალიან უჭირთ ეს. და აი ამ პროცესში, აი ამ მომენტში ძალიან მინდა რომ ვისაც არ უნახავს კუბრიკის ფილმი, ეს ფართო დახუჭული თვალები, სადაც მთავარი პერსონაჟი ექიმია და ის ანამნეზს კრებს ყველგან და აი ოქროს ძალა, ფულის ძალა როგორ სპობს იმ ადამიანებს, რომლებიც არიან დიახ ის ცქირები, არიან ასეთები. ძალიან საგულისხმო რომ გაიხსენეთ ეს უმნიშვნელოვანესი ფილმი ამ გენიალური რეჟისორის ქალბატონ ნანა და ახლა სწორედ აი მომავლისკენ გავიხედოთ და ვისაუბროთ იმაზე, სად უნდა ვიპოვოთ ძალა იმისთვის რომ გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორც თქვენ აღნიშნეთ, აი უდიდესი საყრდენი იყო მისი უწმინდესობა და ახლა დაობლებულია მრევლი. მემკვიდრეობა მისი დიდია, მაგრამ ძალაც უნდა ჰქონდეს საზოგადოებას რომ დაეყრდოს ამ მემკვიდრეობას და თქვენ როგორ ხედავთ ჩვენი საზოგადოების მომავალ განვითარებას? არ არის დაობლებული არ არის. უწმინდესმა გააკეთა იმდენი და ჩვენ ვეხებოდით მას. აი მე ხო უსმენდი და უყურებდი, რომ რამდენი ადამიანი გამოდიოდა, რამდენი ლაპარაკობდა, როგორი იყო ურთიერთობა მასთან. და ესეც ის მომავალი, რომელიც ჩვენს წინაა გადაშლილი და წინ მიდის და აუცილებლად ეს ასე იქნება. მე ეს ჩემი რწმენა კი არ არის, კანონზომიერი პროცესია ეს. ეს არის კანონზომიერი პროცესი. ქრისტე თავად ლაპარაკობს, ხო გზავარ მეო. და დღევანდელი ეპოქა, რასაც გთავაზობთ ჩვენ, აი პავლე მოციქული რო ლაპარაკობს, რომ ყველაფერი ნებადართულია ჩვენთვის, მაგრამ მე ყველაფერი როდი მრგეს. ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს არ ვემონები. აი ის არაფერს არ ვემონები არის ის სწორედ, რასაც ქართული სული ატარებს. ჩვენი მომავალი და ჩვენი წინხედვა არის ის, რასაც დღეს ვხედავთ, რომ თავად ეს პროცესი როგორ მიმდინარეობს. იცით რა არის ქალბატონო მაგდა, რომ დანაკარგის განცდას აქვს თავისი საფეხურები. სულ 5 საფეხურს მოიცავს. და მე არის მიღება ფაქტის და რას ვხებულობთ ჩვენ ფაქტად. რა არის ის, რაც ხელშესახებად გვაქვს. ის ერთიანობა, რომელიც ჩვენ ვნახეთ. ის ირაციონალური, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. და ყველგან, ყველა პირობებში, ყველა ეპოქაში, ყველა სიტუაციაში ჩვენ გვქონდა ეს შესაძლებლობა ყველა სიტუაციაში, ყველა ეპოქაში, რომ აი ქართული სულ ერთად იკრიბებოდა. აი ისე იმ დღეებში შეკრებილი ის ხალხი, რა იყო ეს? ეს არის ის, რომელიც არის ერთიანობა საფრთხის წინაშე. ჩვენ ქართველები ისეთ გეოგრაფიული ტერიტორია გვაქვს, ისეთ სივრცეში ვიმყოფებით, ისეთ ადგილას, რომ ჩვენი დიპლომატია, ჩვენი ასე ვთქვათ, ურთიერთობები საფრთხების წინაშე იყო. ხან ნაცარქექიას როლი იყო, ხან ხუთკუნჭულას როლი იყო და ჩვენ ზღაპრებშიც კი ნახეთ რა გვაქვს, იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი.
და ის ღმერთი სიყვარული, ის ღვთაებრიობა, რომელიც ქართულ სულიერობაში არის, აი ის არის ჩვენი მომავლის ხედვა. მადლობა ღმერთს, რომ ეს მოხერხებულობა ქართულ პოლიტიკას და სულიერობას აქვს და მე ეხლა დავესესხები იმ ასოციაციას, რომელიც იმ სამგლოვიარო პროცესის დროს წარმოთქმული სიტყვით ითქვა. იმ ასოციაციას დავესესხები, რომ და მელანდება მოხუცი მამა სასხლავით ხელში დადის ვენახში. აი ეს დიდი ვენახი, რომელიც საქართველოა, სულივლის ჩვენი უწმინდესი, როგორც ქრისტე, როგორც ძალიან დიდი ძალა, ივლის სულ იქნება ჩვენთან. მე არ მინდა რომ ისე წავიდეთ დღეს თქვენგან, რომ არ თქვა ერთი ძალიან ტკივნეული მომენტი, რომელიც მე თავად პირადად მაწუხებს, სულ მაწუხებს ეს. და ეს არის რა, იცით, რომ როცა ენა არ ლაპარაკობს, სხეული ყვირისო და პატრიარქის სხეული მისი ხერხემალი ფსიქოსომატურ კავშირში, ფსიქოლოგიაში, როგორც განიხილება როგორც ეგზისტენციალური საყრდენი. ადამიანი არის ერთადერთი, რომელიც აი მიწას ამ ჰორიზონტალური მდგომარეობიდან მოწყდა და ვერტიკალურ მდგომარეობაში დადგა. ეს ხერხემალია. ხერხემალი ღებულობს პირველ ტკივილს, პირველ დარტყმას. დიახ, როცა ენა არ გამოხატავს, სხეული ყვირის მაშინო და იყვირა პატრიარქის სხეულმა, ისე როგორც საქართველო უხმოდ ყვიროდა ამ მრავალი საუკუნეების განმავლობაში. დღესაც უხმოდ ყვირის, დღესაც არის ეს და ეს ხერხემალი, რომ ასე დაიკლაკდა ჩვენს წინაშე. ეს იყო ის დარტყმა, რომელიც ჰქონდა ყოველდღიურად მას. და რა არის ეს? ეს არის პასუხისმგებლობისა და ტვირთის სიმძიმე. ეს არის. აი ეს საქართველო. ამას ეს უნდა მივიღოთ როგორც ფაქტი, როგორც სინამდვილე. დიახ, ასე ვიცხოვრებთ ჩვენ, კიდევ ვიცხოვრებთ. ზუსტად აი ასე ვიქნებით ჩვენ. და მე მოვისმინე კიდევაც ერთი შემთხვევა იყო ასეთი. მოვისმინე და წავიკითხე, რომ აი სვავები ვიღაცა ქალბატონი წერდა და აი მე როგორ რა დღეში ჩავაგდეთ, მისმა გარემოცვამ რა დღეში ჩააგდო უწმინდესი და არა ბატონებო, არა. მას საოცრად ერთგული ადამიანები ყავდა და ვისი ერთგულები იყვნენ ის? უწმინდესის, ქრისტეს ერთგულები იყვნენ. ჩვენ შორის გაცხადებული ქრისტეს ერთგულები იყვნენ. გეციმანის ბაღში რომ იტირა ქრისტემ, მამაო, ამაცილე ექსტასი, მაგრამ არა ისე, როგორც მე მინდა, არამედ ისე, როგორც შენი გინდა. და რა იყო, რა მოხდა? იუდა წავიდა, რომ დამსჯელები მოეყვანა და იმ 11 მოწაფეს გახედა და ეძინათ იმათ. პატრიარქმა არ იტირა, ცნემლი არ დაღვარა. არ იყო ის ჩვენში გაცხადებული ქრისტე. ქრისტე ძე ღმრთისა და ძე კაცისა იყო. და ჩვენთან ხელშესახებად იყო ეს. ცრემლი რამდენს უნახავს, ხო ნახეთ მისი ცრემლები. და ეს ცრემლები, იცით, როგორ გამოიხატა სიტყვებით, რომ დავიხალე უფალ,
მოდი ჩემთან უფალო. აი მე პირველად როცა ეს მოვისმინე, ქრისტეს ხმა ჩამესმა გეციმანის ბაღიდან. ქრისტეს ხმა მესმოდა. გაიგონეთ ადამიანებო, გაიგონეთ და მის ირგვლივ მყოფი ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მეტად ტკივათ, იმიტომ რომ ისეთი სიახლოვე, ისეთი ხელშემხობლობა მასთან, ჯერ როგორი ლაპარაკი იცოდა, როგორი საუბარი იცოდა, ცოტას იტყოდა და ბევრს ლაპარაკობდა, ბევრის დამტევი იყო ის სიტყვა. ასეთი არაერთი მოგონება არსებობს ჩემგანაც, სხვების მხრიდანაც და ძალიან მინდა, დიდი სურვილი მაქვს განუცხადო მე ქართველ ხალხს, ადამიანებს, რომ ეს ყველაფერი უნდა დაიწეროს. ან ეს ადამიანები, რომლებიც შემხებლობდნენ მას, აი ასე ჩაიწერეთ და შეინახეთ ეს ისტორია, აი ასე ვხედავ მე ხვალინდელ დღეს საქართველოს, ეს მარადიულად უნდა იქცეს. ეს არ გაუშვათ ხელიდან ისე, როგორც დღეს კაცობრიობა ქრისტე გაუშვა ხელიდან. ქრისტე გაუშვა ხელიდან, იმიტომ რომ ვერ შეძლეს, ვერა მე არ ვლაპარაკობ მათზე აუქს, ვერ შეძლეს. და ეს არის და ეს. დიდი მადლობა. ეს უნდა დარჩეს, საზრდოთ უნდა დარჩეს, საზრდოთ ქართულ სულიერობას, რომ შევინახოთ პატრიარქის ყოველი სიტყვა, ყოველი ურთიერთობის მომენტი, როგორი იყო. მე ის ვიცი, რომ ძალიან გეჩქარება, ამოიწურათ, რომ მე მინახავს ის ძალიან განრისხებული და ეს არის, აი რაც მათეს სახარებაში არის, რომ მამის სახლში, ჩემს სახლში თქვენ გახსენეთო, გააკეთეთო, აი ძალიან ისეთი სიტყვებით, რომ შეურაცხმყოფელი გახადეთო, ვაჭრობა იყო და იმიტომ ვაჭრობა. აქ პრინციპული იყო, ქრისტესავით პრინციპული იყო, ძალიან ძლიერი იყო. სათნოებაში ძლიერი, სიკეთეში ძლიერი, ცრემლში ძლიერი, ყველაფერში, იმიტომ რომ ეს იყო ის, რომელიც ჩვენ შორის მე ვხედავდი პირადად ქრისტეს. მე ვხედავდი ადამიანს. მადლობა, დიდი მადლობა ქალბატონო ნანა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი.